მადლობა. მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ. პროკურატურა აპირებს დაკითხვაზე დაიბაროს თბილისის მერი არჩილ კბილაშვილმა განაცხადა უგულავამ 700 ნაციონალი დაასაქმა უკანონოდ. კარგით რა ბატონო არჩილ, როგორ შეიძლება ეგეთი განცხადებების გაკეთება? თქვენ თუ ინტრიგანი არ ახართ, რა უნდა ქვეყანაში 700 ნაციონალს? სადა ქვეყანაში 700 ნაციონალი უბრალოდ მითხარით. თია წულუკიანი სასამართლოს ბრალს დებს, ზოგადად სასამართლო ოპოზიციაში უდგასო ქვეყანასო, ნაციონალებს ემორჩილებიანო, მე ვიჭერო სასამართლო ათავისუფლებსო. მე დავიჭერო, მე სასამართლო ათავისუფლებსო. დაგიჯერებდით ქალბატონოთია, მაგრამ ფიცი მწავს ბოლო მაკვირვებს. უпроსტოდ ბედუკაძე მწავს გუნავა მაკვირვებს. მოდით იცი რა ვქნათ ქალბატონოთია, ძალიან საინტერესო იდეა მაქვს. ცოტა ხანი მოდით, არავინ არ დაიჭიროთ. ცოტა ხანი არავინ არ დაიჭიროთ და რო დაიბნევა სასამართლო, თვითონ დაიბნევა რა უნდა ქნას, არავინ არ დაიჭირებდა. დაავსხდეთ და ვიცინოთ მე და ყველა ერთად ესე და რა პრობლემა, ძალიან კარგი იდეაა. იქით კვირას სააკაშვილი მიდის პარლამენტში, სადაც ოცნების წევრები მკაცრად გააკრიტიკებენ პრეზიდენტს, ალბათ ტრიბუნასაც კუთხეში დაუდგავენ, იმიტომ რომ დასჯილია კაცი და სხვანაირად არ გამოვა. მანამდე კი პრეზიდენტი ქუთაისში შეხვდა სტუდენტებს და მძინარე გუბას სანიკიძის სურათი აჩვენა იქ ადამიანებს, თუ შეიძლება ვნახოთ ეს ვიდეო. მე მინდა სურათი წამოვიღე. გაჩვენოთ თუ გეცნობათ. აბა ვინ არის? ეს არის თქვენი მაჟორიტარი და მე მინდა გითხრათ, რომ სალამ ქუთაისის არჩეულ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენელს ზინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი. საინტერესო. ამ დროს ერთ-ერთმა სტუდენტმა გვერდით მჯდომს ხარი გაკრა, გაიღვიძე ბიჭო ბიზაშენის სურათს გვაჩვენებს. ამავე შეხვედრაზე პრეზიდენტმა ლევან გაჩიჩილაძის შვილზეც ისაუბრა, ეს საინტერესო ვიდეოც უნდა ვნახოთ. ამავე დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის პაწაწინა გრეჩიხუნას. პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. დიდი რამბავი ტელეკამერების წინ ხელი გამოჭრა ვიღაცას. პაწაწინა გრეჩიხუნა. ისე ბატონ პრეზიდენტო, ეხლა რომ ლაპარაკობთ ამას. ეხლა რომ ლაპარაკობთ, აქამდე რატო არაფერს ამბობდით, როცა პაწაწუნა, სპეცნაზუნა, მიტინგუნებს რომ არ ბევდა. მაშინ რატო არაფერს ამბობდით? ყველაფერი ხომ თუ პრეზიდენტი ასევე გორში შეხვდა სამხედრო აკადემიის კურსანტებს უпроსტოდ, სადაც ამოიღო ლაგატკა და უთხრა რომ ხალხო აი ეს იყო ჩვენი შეიარაღება 2004 წელსო. აი ეს იყო მოკლედ ეს სიტყვით რო გითხრათ პრეზიდენტი უკვე შეხვედრებზე რეკვიზიტებით დადის. ჯერ გუბაზის სურათი ამოიღო, მე ლაგატკა, მე ამოიღო ორი აგური. ეს ის ორი აგურია ქვეყანა რო უნდა აგვეშენებინა და ეხლა თავში რო უნდა ვიხალო ეს. განაცხადა. ქართულ ოცნებაში განხეთქილებაა ძვირფასო მეგობრებო, ზოგს ნატო უნდა, ზოგს დსთ. უსუფაშვილმა თქვა მეო დსთ საერთოდ არ მინდაო. საერთოდ არ მინდა დსთ-ო. და უსუფაშვილს მინდა ურჩიო ბატონო დავით, ეგ არის სხვის ზურგს უკან ლაპარაკი. ხო და სხვის ზურგს უკან რო ილაპარაკა ერთმა ალასანიამ კი იცი რა გაბედნიერი დღეები გაუთენდა. ეხლა ხანს დია. თვითონ ბიძინა ივანიშვილმა კი ამაზე განაცხადა, მე ისე ძალიან მინდა ნატო, ისე ძალიან მინდა რომ აღარ მჭირდება თქვენი შეხსედებაო. აღარ მჭირდება ნატო, აღარ მიხსენოთ საერთოდო. საერთოდ ნატო არ მიხსენოთ. ახეთში სტიქი დაზარალებულ გლეხებზე დახმარებები არათანაბრად ნაწილდება, ანუ ზოგს ძალიან ბევრ ფულს აძლევენ და ზოგი ნაციონალია. მოკლედ ქართული ოცნების აქტივისტებს დახმარებები უკვე დაურიგდათ, ახლა კი შეიქმნება ახალი ზარალის დამცვლელი კომისია და უკვე სტიქი დაზარალებულებსაც თვითონ დაეხმარებიან. სხვათა შორის დახმარება არაუღია სააკაშვილს. მართალია მისი ვენახი არ დაუსეთყოს, მაგრამ ზარალით მაგარო იზარალა
ეხლა ისეთი ზარალი არავის არ უნახავს დღეს ქვეყანაში, მაგარო ზარალი ნახავ, მაგალითად 2012 წლის 1 ოქტომბერს. საინტერესო ზოის ამბავი იყო. კანცელარიასთან ჩამოვიდნენ გურჯაანის ქართული ოცნების აქტივისტები და გამართეს საპროტესტო აქცია, ძალიან საინტერესო წარწერით, ესეთ პლაკატები ჰქონდათ, თუ შეიძლება ვნახოთ. აკაკი ოსიაშვილის მეუღლე გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას აპირებს და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გამგებლის, ესე იგი მართალია, გამგებლის სოლი გურჯაანს ღუპავს და გამგებლის სიდედრი თვითონ ამ გამგებელს. ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ ბანკის მევალეები, ვისაც ბინები აქვს ჩადებული და ხელში ეჭირათ ტრაფარეტები, ბიზინა აგვისრულე, რასაც დაგვპირდი და ბანკის ვალები გადაგვივადეო. ცოტა ხანში ბიზინა გამოვიდა ტრაფარეტით, კი გადაგივადებთ ამ ვალებს, ესე ეწერა, გადაგივადებთ, ოღონდ თქვენ ხალხსო წინა საარჩევნო დაპირებები დავპირდით, ის გადაგვივადებთო. ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ვეღარ აგროვებს, რადგან ვეღარ გადაყავთ ნაციონალები თავის რიგებში. ეთყობა სააკაშვილმა თავის პარლამენტარებს დამატებით გადაუსხა ნაციონალების სისხლი, ყოველ კვირა უმატებს ხოლმე. ყოველ კვირა უმატებს და ნუ ახლა შესაბამისად ვეღარ გადაყავთ როცა გაქვს ნაციონალის სისხლი ორგანიზმში. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ცემა 2 ვეტერანი მოჭიდავე. ამაზე საქმეც არ აღზრულა. არც უნდა აღზრულიყო საქმე, იმიტომ რომ ხარი რო გაეკრა ვიღაცისთვის და დანიცტარი ჩაერტყა, მაშინ კი იყო დასაჭერი გენაცვალე, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივად წიხლის ქვეშ გაიგდო კაცი და რა ეგ დანაშაულია? ანუ ამნისტიის შედეგად ქართულმა ოცნებამ ციხიდან გაათავისუფლა ცნობილი სეპარატისტი ვაჰაგან ჩანხალიანი, რომელმაც გამოსვლისთანავე თქვაო, წავალ ეხლაო, ჩემს ჯავახეთს მივხედაო. თორე სანამ ციხეში ვიჯექი საქართველოსთვის მიუერთებია თქვასო, ეგეთი რაღაც. და მე ესეთი აზრი გამიჩნდა, როცა ეს ჩანხალიანი გამოუშვეს, ძალიან ავნერვიულდი კაცო. თქვენ კაი ადამიანებო, თუ ქვეყანას ყიდით, გითხარით მაინც კაცო. მოდი მითხარი, მე იქნება მე ვყიდულობ. იქნება მე ვყიდულობ, კაცო, სხვა რატო უნდა იყიდოს? შინაური ვარ, მე ვიყიდი, რა პრობლემა არის? მაგრამ არა, მაინც სხვას უნდა მიყიდოთ, ეგრეა წესი. ქვეყანაში კრიმინალმა აშკარად იმატა, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რატომ ხდება ეს. ნახოთ ეს ვიდეო. გურული მარტოა სახში, ნაადრევად დაწვა ეგნებ ჩამეძინოს და შიმშილმა გადამიაროს. ცოტა ხნის მერე კარზე ბრახონმა გამოაღვიძა. წამოხდა და იკითხა, რომელი ხარო? ყაჩაღები ვართ, გადულღე დროზე კარი, სანამ შემოგიმგრევიაო, გააგონეს გარედან. თქვენა გაშენა ერთმო, მე სტურები მეგონეთ და გამისვლა შიშიდგულიო. მართალია ეს ადამიანი, ყაჩაღები მომრავლდნენ, რა პრობლემა არის? მომრავლდნენ, არ არის პრობლემა ეს ყაჩაღები ჩვენს ქვეყანაში. მთავარია სტუმრები არ მომრავლდნენ, სტუმრები მისის გვეშინია. ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ამ დანაშაულებებს ნაციონალები ჩადიანო სპეციალურად, რომ არეულობა შეიტანონ ქვეყანაშიო, მართალიც არის მე დავეთანხმები, იმიტომ რომ წუხელ დავინახე, აკომინაშვილი გარბოდა აკუმულატორი მიქონდა, ნაციონალების ოფისისკენ ღამე გარბის აკუმულატორი უკიდავს ხელში, რა ვფიქრობ? და მაგნიტოფონი ხელში ამოდებული რა არის ახლა. ამ ხელა თანამდებობის პირი. მოკლედ ქვეყანაში ისეთი რაღაცეები ხდება, რომ მე მგონი ჯადო გვაქვს გაკეთებული და აუცილებლად უნდა გამოულოცოთ ქვეყანას. ჯადო. აი ახლავე გამოულოცავ, მომეცი ეს დანა, ეს ნახშირი და ეს დანა, ესე უნდა დავამაგროთ, დავიწყოთ. ქვეყანა შეშინებულია, ვიღაცა შემცირებულია. ხალხი გაოცდა, ჯადო გამოჩნდა. შიტმა ამბავი წაიღო, ციხის კარები გაიღო. გულო ჩადექსაგულესა, დესეთე, ფუი, ნატო აქაურობას. ესეთი შელოცვა, მე მგონი, აი, მამთქრებს, აი, გამოდის. სულ გამოვიდა. იგზენით ხო შვება, თუ არა? მეც მომეშვა ცოტა. ნუ დაბრუნებას აპირებს ლევან მამალაძე, თუ შეიძლება ვნახოთ ლევან მამალაძის ძალიან საინტერესო ვიდეო.
გამოჩნდა იმის შანსი, რომ სიმართლე ითქვას და ყველა ადამიანს მიეცეს საშუალება თავის მართლების. ეს გახლავთ ლევან მამალაძე. ყველაფერი გავიგე, მაგრამ ამ კაცს გურამი კოლომიძის იმიჯი რატო აქვს მორგებული? ეს ვერ გავიგე. ისეთი იყო თავისებური, უფრო გათანამედროვებული ლევან მამალაძე. ანუ ლევან მამალაძე ბრუნდება ყოჩახის იმანიშვილს, მე მინდა მადლობა გადაუხადა 4 თვე რაც მოვიდა ხელისუფლებაში და უკვე რამდენი ოქრო მოიზიდა ქვეყანაში. ეს მართლაც დასაფასებელია. საქართველოში დაბრუნებას გეგმავს იგორ გიორგაძე, მოკლედ ესენი ყველა რომ დაბრუნდებიან საქართველოში, აუცილებლად უნდა გავმართოთ ძალიან კარგი კონცერტი ფილარმონიაში სახელწოდებით მღერიან და უკან გვაბრუნებენ ქართული პოლიტიკის ვარსკვლავები. აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ეს კონცერტი. მოკლედ ჯერ ხაბურძანიას ჩამოიყვანენ, მერე მამალაძეს და იგორ გიორგაძეს, მერე ბასმაჩის პატრონს და მერე ვაიჩვენს პატრონს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. პირველ სტუმრად მოიწვიეთ მრისხანე ოლეგის რისხვა ქალბატონი მარეხ ყანბეგიშვილი. ხოლო მეორე სტუმრად მოიწვიეთ გადაცემა იღბლიანი ბორბალის სამყანები ვანიკო თარხნიშვილი და შორენა ბეგაშვილი. ძვირფასო მეგობრებო, ვანო შოუსთან არსებულმა მუსიკალურმა სტუდიამ გამოუშვა მორიგი კომპაქტ დისკი, ძალიან საინტერესო აქტუალურ მოვლენებს და მოდით ყველამ ერთად ვნახოთ. შეცდომები მე ხომ ისევ შენ გელოდები კეთაზე ჩემი ოცნება შარშან უბროსაშინები ცირიკარი კროდა მაგრამ ჩვიდობი უკან მოხედვა ძრები ჩვიდობი სათქმელიც არაფერია Какая осень в лагерях кидает листья на запретку А я кричу шнырям Пускай лежат еще недельку Дельфины, русалка, они есть честно, не пара, не пара, не пара. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს უკდავ რუბრიკას ვიდეოები ვანო შოუში. თქვენ შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე ან Facebook-ის გვერდზე თქვენს მიერ მოპოვებული სასაცილო ვიდეოები და ჩვენ პირობას გაძლევთ, რომ მოწონების შემთხვევაში აუცილებლად ვაჩვენებთ პირდაპირ ეთერში. ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე საინტერესო ვიდეო, თუ შეიძლება დავიწყებ შესავლებს. როგორც გახსოვთ, ძვირფასო მეგობრებო, 1 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე რეგიონში არც ისე მშვიდად მიმდინარეობდა ხმის მიცემა. მაგალითად, კასპის ნომერ 22 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე მკაცრად იცავდა
წესრიგს და არ უშვებდა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანს. ამან გამოიწვია მცირე ინციდენტი, თუ შეიძლება ვნახოთ. ხოში თქვენ არ ხართ და არა ჩვენ. ის გიწევს. წაიღე ეგა ბიჭო იქითა, ბიჭო წაიღე იქითა. წაიღე. უკაცრავად. თქვენ ვუდავთ? არა ვუდავ, მე მეუბნები, წამოდი იქითა და იქითა ვილაპარაკო ხმეთ. აქ რატო გერიდება თუ არ მერიდება, რაც მერიდება. მაშინ დაელაპარაკეთ. ისთვის იქნება რა უნდა უთხრა? რაც გინდათ ის უთხარით, თქვენი ნებაა რომ უთხრათ ამათი ნებაა რომ გაიგოს თქვენი აზრი. არა, ნება არ არის. რა, მაშინ შუ რატომ უსწრდავ გეუბნებიან? მოდის გასვამი ვარ. ხო, წადი. წაიყანეთ ესა, კაცო, წაიყანეთ ესა, წაიყანეთ. წაიყანე მოშორდა, გეუბნებიან. მოდის გასვამი ვარ. ხო, წადი. წაიყანეთ ესა, კაცო, წაიყანეთ ესა, წაიყანეთ. წაიყანე მოშორდა. წაიყანეთ ესა, კაცო, წაიყანეთ ესა, წაიყანეთ. წაიყანე მოშორდა. ვიძებს არ მილიონა მართლა ამ კაცს კი ქონდა უკვე ასრულებული თავისი ქართული ოცნება ისე მდგომარეობაში. კასპის რაიონში არჩევნების შემდეგ არ წყდება აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. გამგებელი ოლეგა მრისხანე წოდებული ხდება თავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. თუ შეიძლება ვნახოთ ვიდეო, ძალიან საინტერესო რაღაც ამბობს. დიპლომატია ჩემთვის არის მიუღებელი, დიპლომატია აფერისტობა. ახლა ვამბობ დიპლომატია აფერისტობა, ქვეყნის პირველმა აფერისტობა თუ იცის მაია ფანჯიკიძე. იქ ქვეყნის პირველი დიპლომატია. სხვათა შორის ოლეგიაძე მარტო საქართველოში არ არის პოპულარული ძვირფასო მეგობრები. მას უკვე იცნობენ საერთაშორისო მასშტაბით. მან ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ რუსულ ტელეგადაცემას და ნახოთ ამ გადაცემიდან ამონარიდი, საინტერესო русулит. Самый главный, меня сняли, потому что я был аполитический человек, и мой сборный тоже был аполитический. Мы не участвовали ни в политике, ничего, и они не просили это меня. Весь Грузия 91-го до сегодняшнего дня, 91 года до сегодняшнего дня, весь Грузия имеет 29 самый большой медаль, что это называется 5 олимпийских чемпионов и 24 чемпиона мира. Из этих 29 медалей мои личные ученики были 15 раз чемпионами мира. Назовите мне, вы знаете, или кто-то может знает, один хотя бы учитель, который активно этот самый который активно поддерживает оппозицию. Один учитель, Грузии, весь Грузии, найдите. Моглед, მე არ მესმის რა სერჩიან ამ კაცს. Აი რა სერჩიან. Что вы не поняли? От 2002 года до сегодняшнего дня Каспийский район это татам. მეგობრებო, მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ტელეეკრანებს დაუბრუნდა უცვლელი ოპოზიციონერი და ქვეყნის პირველი ლეიბორისტი შალვა ფჩხილებში შრომის ნათელაშვილი. ნახოთ შალვას ინტერვიუ გადაცემა პოზიციიდან ერთ-ერთი პატარა. ვინმე სახლი აშენა ვიმეორებ, ვინმე სამსახური იშოვა, ვინმე დაკარგული ანაბარი დაიბრუნა. დღეს აგერ ახლა ის უარის ის ბიზნესმენი ისაკაძე შეწორ გოჩრო გავს. ყველა მთავრობაში რო იყო. არა, ეს გოჭი არ არის, ცუდი ეს საყურელი არსება. სხვათა შორის ახლა ახალ წელს რო გავედი ბაზარში, სეცხლის ფასი ქონდა ისაკაძეებს ძალიან ძვირი. გიორგი ისაკაძეებს. მოკლედ, როგორც ხედავთ, ბატონი შალვა კლავაც ფორმაშია, ძვირფასო მეგობრებო და ახლა შემოგთავაზეთ მისი გამონათქვამების კოლაჟს ერთ-ერთი პრესკონფერენციიდან და ამით დავამთავროთ. განათლების მინისტრი, ეს სწორებიანი ბატონი არ ვიცი გაიპარსა თუ არა, გახლავთ კერძო უნივერსიტეტის მეპატრონე. აგერ ახლა ფინანსთა სამინისტრომ 3 მილიონის პრემია გასცა, 3 მილიონი მარკს არ აუღია კაპიტალის დაწერაში. რა დაწერეს ეგეთ და რა გააკეთეს. ედუარდ შევარდნაძე გახდა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მაშინ მე-7 კლასში ვიყავი და ჩვენ დავცინოდით მის რუსულს. წესმაგივრად წეს ამბობსო და რუსული მართლა არ იცოდა, აზი არ იყო კაცი. მე უფრო კარგად ვიცი ინგლისური, ვიდრე რუსული იცოდა მაშინ. და 12 ლარი მიცემს გუშინ დაინახეთ ბიჭი ტიროდა. თურმე სახურავი 12 ლარად უნდა დაახუროს და ამ დროს ბატონი ივანიშვილი მარტო კომუნალურ ხარჯებს მისივე დეკლარაციის მიხედვით იხდის თვეში $300,000.
რა წყალი გაყვანილობა აქვთ ასეთი და რა ვანებს იღებენ და რა ჯაკუზები უდგათ ეს ალბათ აქ უბარდია მიცის უფრო. როცა გაჭირებულები მიდიან მის სასახლესთან, ის გამოდის და ეუბნება, ეხლა მე რო თქვენ დაგეხმაროთ, ყველა აქ მომადგება. აბა ბიჭო, თუ არ გინდოდა ყველას კარზე მოდგომა, ჯდარიყავ იმ ჭორვილაში, რას მორბოდი აქ? აბა როგორ უნდა ამას ვერ გავიგე. კიციც უნდა, კიცმაცურიც უნდა, ასე არ გამოდის, უნდა დახარჯოს. მოდიოდით ქუთაისიდან და იქ შევედით ხაჭაპურებზე ფაცხები რო დგას შუა გზაზე და იქიდან ჩანდა ეტყობა ეს ფაცხა ხო შიგნიდან გამჭვირვალია და ქალბატონმა მომაძახა რომ ბატონო შალვაო მეო თქვენ მიყვარხართო მაგრამ ხმა ივანიშვილს მივეციო მე ვთხარი ქალბატონო მეთქი ეს ცოტა უცნაური სიყვარულია გიყვარდეს ერთი მისცე მეორეს მოკლედ აი ძალიან გამწარებულია ეს კაცი. ძალიან გამწარებულია ეს კაცი. მე მგონი ახალი სლოგანიც ექნება მდიდრებსაც ვართმევ და ღარიბებსაც ვართმევ. ღმერთი რომ ცარ იყოს ჩვენთან მაინც ვიწყებთ. გთხოვთ ჩვენი გადაცემის სტუმარი მარეხი ყანბეგიშვილი კასპიდან. აჰა, რა გვარი ვარ? ყანბეგიშვილი არ ხარ? ბე. ბე თქვი აბა? ბე თქვი კაც, როგორ ახარ? ერთია, სო არჩენი არჩები გაბატია. როგორ ახართ? ესეთი ამბავი იყო ატეხილი თქვენს მოწვევაზე რომ მე აუცილებლად ჩავთვალე საჭიროებს რომ ჩემ გადაცემაში უნდა მობრძანებულიყო სტუმრად. ფაქტიურად ვარსკვლავი ხარ საქართველოს. დედა, იმ ხელა ვარ მე უკვე პლანეტად ვითვლები პრინციპში. ტანით. კარგი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მობრძანებისთვის, მარეხ გენაცვალეს ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალენ. ვიციო დაკავებული ხარ ახლა შენი. ბევრი საქმე გაქვს. აგერ. და მაგ ჩამოყალიბებული ოლეგის წინა. აგერ აფა მოვიტანე. ხახვი მოვიტანე, სულგუნი მოვიტანე, ქამასოკო აგერვა, რაც გინდა ის მიქენდი, რა გავაკეთე. არა, მე ამას აკლია, გენაცვალე კეცი და კარაკი. კარაკი ხახვი რა შუაში? კარაკი რაღაცა ეს ვიშოვით კაც. ეს რა წიგნი გიჭირავს ხელში? ვაიმე, ეს ჩვენი ძვირფასი ხო იცი ჩვენ გამგებელს რა ქვია? რა ქვია ვიცი? არიცი, ამა ორი სახელი აქვს, გაიგე? ორივე ოზე იწყება. ხო და ო იაძის ნაშრომი. აი ეს არის ის წიგნი ორგანიზაციის. აბა რა. და როგორი ახალგაზრდა ყოფილა მე გავაჭაღარае. მარადისობის ჭაბუკი, ხო? ხო ეს ის რო არის რა ქვია, სიმღერა რომ აგონდება გული მეწვევა, შენი ქოჩორი ოდნავ ხვეული, ეგეთი ყოფილა. ესე იგი სურათებით არის ძალიან ვიდეო საინტერესოა. წაკითხული გაქვს? წაკითხვა ეგ სამბოს ეხება და ჯერ არ დაგვიწყია, ეხლა შედება ჩვენი კომპლექსი. კომპლექსის შენებლობა ეხლა დაიწყო. ხო, გასაგებია, ეხლა სხვათა შორის თქვენთან ერთად მოვიწვიე ოლეგ აიაძე. ხო. ეს მადუნა მისდარიყო, მაგრამ თვითმფრინავის კვამლივით გაქრა და აბა რა. ანუ არაცალია, კაცო, დღეს ახალი რაღაცა გავიგე, უნდა ვახარო კასპელებს. და სრულიად საქართველოს საპატიო პრეზიდენტად აურჩევიათ სამბოსი. ეხლა კი მართლა დაგვერხა. მართლა იწყებთ ვარჯიშს სამბოში ესე. აქამდე ხო ტრიალებდა ესეთ. ივანიშვილს უნდა მივმართო რა. კახეთში სტიქია მძვინვარებდა, რა ვიცი, მე 125 მილიონი გადარიცხა, მეგონი კიდე ითხოვენ და მთელი 2 თვეა ტორნადო ოტრიალებს კაცი და იქნება ჩვენს დაგვაფინანსოთ. ერთი რეკლამა მინდა განახო, აქცია აქვს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს რა. თუ შეიძლება ვნახოთ და ძალიან საინტერესო რეკლამა გავაკეთეთ. ფასტაკლების აქცია კარფურში. გამასოკო 2 ლარი და 90 თეთრი. კარგი, მე ეხლა მაინტერესებს, საიდან ხართ თქვენ წარმოშობით, აი რომელი სოფლიდან ხართ? ძალისის წიაღში ვიშვი. ძალისის? ცხეთის რაიონში კი. ის ეხლა საცხოვრობთ? ეხლა ვცხოვრობ ქვემო ჭალაში. ქვემო ჭალაში, მე მგონი მან რომელი კინო გადაღებული ქვემო ჭალაში? ხო, მან შერეკილები და მეტეხში ლონდრე.
ესე იგი ასე რომ შელეკილები ვებრძვით ლონდრეს. კარგი. ეს ახალი ფრაზები არაფერი გაქვს მოფიქრებული, ეხლა სულ ყოველთვის როცა გამოდიხარ ეკრანზე, სულ რაღაცას ამბობ ოლეგ გიაძეს. რამე ისეთი არა გაქვს საინტერესო ჩემთვის შემონახული. ვაიმე, მაგას უკვე, ესე იგი, იმდენად ის რომ მოგეწვია სერიოზულად ილაპარაკებდა ეს პროექტებზე რა. ხო და სხვათა შორის კიდე ერთი ის დაწესდა კასპში, რა ქვია, სამსახურში ყავს, გამოაცხადა ღირსეული პიროვნებაო მისი კლასელი დალი დავითაშვილი, რომელიც face control-ად მუშაობს. იმიტომ რომ როგორც იურისტი ვიცით, რომ ნამდვილად ცოტა კანონებში ვერ ერკვევა კარგად. ხო და ესე იგი დალი დავითაშვილი დგა კარებში. ხო და არ უნდა გეცვას დეკოლტე. არ უნდა გეცვას მუხლს ზემოთ კაბა. კოჭი როგორ უნდა გამოიჩინოს პატიოსანმა ქალმა. ხო, ნუ მოტკეცილ ელასტიკებზე და ეგეთ რამებზე ხო საერთოდ რა. ხო და ძალიან მაგარი მუშაობა და ამ დროს ვინ შედიან, ხო? იქ იაძე წერს სცენარებს რა, ინტელიგენცია რომ მოიწვიოს. ეხლა ისა ამბობს რომ აერთიო ჩემს კამს რამე დაემუქროსო და მე მიყურონო 10,000 კაცს რო გამოვიყვანო და მსვლელობები დიდი მარშები მე ნახოთ კასპელებმაო და თუ დააქსეროქსებს გენაცვალე 10,000 კაცსა გამოიყვანს რომ ისე სადიპოვოს 10,000 კაცს. რა უნდა კითხო იცი მაგას ფესვები აქ გადგმული გაიგე? იმაში. კაბინეტში გაიდგა ფესვები მაგას. ხო და უნდა ჯერ აქ გჭირდება 1 ტონა გერბიციდი. დავასხათ რომ მოხმეს გაიგე? და მე გახმება. ხო და მე მოვჭრიდ და დანარჩენს დავაი ცემენტი კი იშოვება კაცი. თუ ეგ გადადგა კაი 500 მარკიანი ცემენტის ხაჭაპური ჩემზე იყოს. კარგი, მე რა უნდა კითხო? რითი გემუქრება ახლა შენ პირადად? ჩვენ გვემუქრება აი პოლიციის უფროსი რომ მოვა. მაგით გემუქრებოთ. მაგითი გვემუქრება მე ნახონ მაგათმაო. ესე ღამე რო დახუჭავს ოლეგა თვალებს ხედავს ქალები მოსდევენ. მოვიდა ქალები და ეხლა უკვე ჟურნალისტები დაგვევატენ. ორი ბანდა ვართ, აქამდე ვიყავით ერთი ქალების ბანდა და ეხლა ორი ბანდა ვართ ჟურნალისტები და ჩვენა. ხო და ეხლა ისინი კამერებით მოსდევენ რა და მოვა, მე დაჯდება და ფიქრობს რა სცენარი მოიფიქროს, ინტელიგენცია უკვე შეაწუხა. კაი, გასაგებია, მე მესმის. აი, მაგალითად, ხო, ეხლა აბდედი ეს დაპირისპირება რა, აი, მოხსნით არ ხსნია, ხო და აი, დამსახურებები რა აქვს ოლეგის? ესე იგი, ჩვენ როგორც გავიგეთ, ერთი ჩვენი სოფლელია, ლერიჟა შუღლიაშვილი. მე მამალი ბაბაია გადავარქვი რა, რომ ნახოთ მიხვდებით რატომაც. ესე იგი, ლერიჟა და ოლეგა დადიოდნენ, მოკლედ ბიძინასთან, რომ ამათი ოცნება იყო, რომ საქართველო გაბწყინებული იყო და მოკლედ შეაგნებინეს და წამოვიდა კაცი ოპოზიციაში რა. ხო. მაგათი იდეა იყო. მერე სახელიც მაგათ შეურჩიეს და ნუ ამ ხელა ნაბიჯი გადადგა ჯოჯოხეთიდან 64-ისკენ. თუ 64-დან ჯოჯოხეთისკენ ბიძინავდა, ხა ამ ხელა ამ კაცს ხوار დაუკარგავს ამ დამსახურებას და ლერიჟას ბიჭი დაგვინიშნა წმუნებულად. ხო. ხო და ეს, ნუ ოლეგი ვიცით სადაც არის რა. ბოდიში. როგორ არის ეს რატოა? ომარაც აქვია მაგას. საბუთები თქვა ომარა. ძლიერი. მე ეგა ხო საბჭოთა კავშირის ჩემპიონია და რუსები ომარას ვერ იმახსოვრებდნენ და ერქვა ოზე იწყებდა ოლეგი. ოლეგი. ხო. ხო ეს სამბობ მე მგონი რუსული სპორტის სახეობა თორს იქ უფრო არის პოპულარული. რა უნდა გითხრა? ხო, პარტიით თავიდანვე ოცნებაში იყო თუ რამე სხვა პარტიას იყო? ხო, მე ლეიბორისტებიდან დღე-დღეზე გადმოპორტირებულია. ფათაშორის ლეიბორისტებიდან კენსიყრი და ეგ დეპუტატად. და შეგიძლიათ ამოიღეთ მაშინდელი შედეგები, ახლა ხოდეებს იმაზე რა ქვია, ცესკოს გვერდზე მაშინდელი შედეგები და ნახოთ რომ სოფელ მეტეხშიც ვერ მიიღო მაგან ხმები თავის მშობლიურ სოფელში. სათქო არა გადაუგდეს. შენ თქვი ერთ-ერთი მაშინ რომ კასპი არის 13 რაიონი. ხო და ეგ არის ლეტო. იცადის.
და ეს ფილმები ეს იმახსოვრებ ფილმებს მე-13 რაიონი საერთოდ ერთ-ერთი ფრანგული ფილმია ჩაულებრივი არის იქაც ხო ესია არა მთელ საფრანგეთში ეს მე-13 რაიონი არის შავზონად გამოცხადებული და კაცი მთავრობაც არ უყურებს იმიტომ რომ ის არის კონტროლიდან გამოსული რაიონი ხო ეგრე ვართ კასპიც აჩემ შვილებს უყვართ ეს ფილმი და ვიცი რა მინახია გასაგებია ერთი გამოცანა უნდა გითხრა თუ გამოიცდო აბა ის არის სხვადასხვა ზომის არის ხისტიც და რბილიც აქვს ყოველთვის გიწევს შენი სიძლიერის დამტკიცება ის არის საქართველოს ერთი პატარა ლამაზი ნაწილი საქართველოს კასპი ტატამია ისე სხვადასხვა ძალიან ბევრმა არ იცოდა საქართველოში რაც როგორც აღმოვაჩინე ტატამი რას ნიშნავს ხო არა შეიძლება არ იცოდა ხო ზოგს აგონია რომ კიმონოთი გადიან იქ ხო და მე რატო ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ეხლა ხო გაიგეთ არა გორში იმას ქნეს რა ქვია მოშალეს ეს ბრძოლა წესების გარეშე ხო იმას ქნეს იმ სპორტსკოლიდან გამოასახლეს და ჩამოიტანეს კასპი ჩამოიტანეს კასპი ეხლა მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრი ბრძოლები გელოდება წინ ამ გადაცემის მერე განსაკუთრებით ეხლა უფრო გაბრაზდება ისე ხო სხვადასხვა მარტო ჩემზე კი არა ერთად ვთხოვოთ რომ მედიმე საერთოს პოლიტიკური თავშესაფარი რატო იმიტომ რომ კასპში მთელი პირველად რაც გამოჩნდა ამ ეთერში ბატონიო იმის მერე იმუქრება სადაც ვნახავ იქ უნდა გადაუპარჭყოვანო ცემაში უნდა გამხედქო ხო და ასე რომ ჩემო კარგო მარტო მე კი არა ის დროა ჩვენ უკვე გავქადეთ ეხლა შემოდრებით ჩავალაგოთ და პოლიტიკური თავშესაფარი მოვთხოვოთ ვინმეს კარგია პოლიტიკურ თავშესაფარს სანამ მოვთხოვდით აი ეს კიმონო გამომართვის შენ ახლა საჩუქრა თუ ჩოხა ხო და მეც რამეს მოვიფიქრე ესა კიმონოა თუ ჩოხა რაღაცა კიმონო არ მომატყო მე ამის წიგში ტიტულა კაცები ხატია კაცო სადა უფრო სხვანაირი ფორმაა ეგ მაგრამ ჰა ჩაცმული კაცი აქ ვერ ავნახე კაცო სუტრუსიკიანები და გადა მაინც რა არის ლონდრეს სოფლი და რო არა მარე იცი რა არის მე თუ მკითხავ ბატონ ოლეგს ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ერთ-ერთი მხარდამჭერი არის ჩვენთან მოსული რა ხო რა ცოცხალი კი თუ ნახატი ცოცხალი ჩვენთან არის მოსული და უნდა შეთა საუბარი თუ იქნები თანახმარ რომ შემოვიყვანოთ კი ბატონო რა გასაბობ კაცო ოლეგა მემალება მხარდამჭერი მაინც გამოჩნდეს ხო მომბძანდი თუ შეიძლება მოგესალმებით სერიოზული სახითა. კაბატონ მაეხი, როგორ მზადებით? ხნეთ, ვუძლებთ. ო. მე პაპა გუდარივით აბა, შევხედე, როგორ არა. ეს ყობა შენს გადაგიარა თავზე ტორნადომ, ხო იცი? მოიცა ქოჩოს გაუფრთხიდე ჯერა შენა. რა ხდება კაცო, როგორ ამბები აბა, მომიყევი. ხარდამჭერი შეყოფილ ხარ. შეგი რომელი მხარე გიჭირს, მარჯვენა თუ მარცხენა? არა, მე როგორ არის, ცი მე აქეთკენა ვარ ეხლა. თბილისში მოღვაწეობ ეხლა დიასპორის საკითხებში ხო გჭირდება სერიოზული კაცი და აქეთკენ მე ვარ რა და ამიტომ ჩამოვჭი ცოტა დინებასა ეხლა გაიგე და ამიტომ გეუბნები რა კიდე რათა დათხამ რათა ლანძღავ ოლეგასა ერთი გამაგებინე როდესაც ლანძღავ კაცო ვა როგორ მოდიხარ გეცო ტელევიზიით როგორ შეიძლება ეგ რაღაცები და ხა კაცე გამოდიხარ ტელევიზიით რაღაცები და როგორ შეიძლება რა არ გააკეთა ოლეგა რა არ გააკეთა ბა ეგ მითხარი ვერ ახედა ვერ დაიბა კასპი პრინციპ კასავიდა არ მიაქანებს ნატოსკენ ასე თქოს და გამომბული ყავს ლები-4 და მიაქანებს ნატოში კასპთან ეხა ეგრე ხო არა კაცო დალახვა უნდა ყველაფერსა და ის უნდა კაცო კაცია ეგეცა და თავის გადაჭია საბოში ერთუას და თავის გაგებაში და მაგარი და ყველაფერი კაცო მაგის ფეისბუქი ნალახი გაქვს ნალახი გაქვს მაგის ფეისბუქი დასხეთ ეცა შედი ერთხელ აბა დასხეთ ეცა შედი აი ეს ლაიქები ასე აქვს აი შუტყვავილასავით მოყარეთ რა ეს აკეთები თუ რაღაცა გინდა რა რაღაცის გარკვევა გინდა შეგაიქალო შეკიდე დამირეკე მე კაცო დავჯდეთ მე შენა კლარნეტის ალიკაი ჩიკურიანები წაწანანთები ვისაც ჭუა მოგვეკითხება რა კაცი დავსწრე და გადავწყვიტოთ კაცო რა პრობლემაა ვეგა რა შეხედა პრობლემასა მე წამოდგენა რა მაქვს ვაფშე მაგისა მე კიდე რა მიდოდა ეხა ჯერა კიდე რამდენი რამეა კასპისთვის ჯერ მარტო რა სხვა და ოციანია კასპისთვის მოგებული ოლეგასა წლების მანძილზე წამოიდგინე აი ესე შემოარტყავს კასპს და კრუგს აი ეს ერთი მასე просто ხოლეში ვერავა გზაა გაფუჭებული თორე აი ესე შემოარტყავს კრუგსა დაჟე გორზე გადავოთ უნდა კიდე
ეგრე არა დალახოვდა მაიხი ერთო ჩემი თავი შეჭედა ყველაფერს ეგრე ხო არა გამოხვიდე და ილაპარაკო ესე იგი თვალის ექიმი მჭირდება შენ ამბობ თვალის ექიმი და ой ესე ოფთალმოლოგები და ყავს კაცო იქ კაცო კითხე ოლეგასა და გამოგიყოფს მაგისი დასა ხო რა მინდა კიდე გითხრა ვაპირებ მე ჩამოსვლასა ეხლა იქით კაფისა იურჩია და წყნარად იყვნენ უყველაი წყნარად იყვნენ უყველა გაიგებს უხარ სერიოზული კარი რო ყოფილა ჰა სერიოზული ორი თუ ეხლა სერიოზული კარია ვის იყანა ვის ნაკვეთშია მოვა კაცმა არის ო გენაცო უხარ ძალიან სერიოზული ყოფილა ოლეგა ყოფილა მთვარი სულ აუხდია ჩასახურავები ეს აი კაფისა იურს სულ აუხდეს პრიალებდა აი შიფერი აი ეს პრიალებდა თუ კაფისა იურს ხება ხო და გადაეცი ეხლა მე ვაპირებ ჩამოსვლასა მანდა და ზოგი ერთემა რა ცოტა ლამპას დაუწიონ მანდა აი ესე გადაეცი ჩემ ცოტა ლამპას დაუწიე თორე ჩემი ტატამი ჩამოვდივარ და იქ ნახე მე ქარბორმალაი სტიქიაი ბუნებრივი მოვლენები ყველაფერი ნახეთ მე იქ თქვენა ბატონო მოიცი და აი ესე გადაეცი ბალაკი იცოდა ჯერდობი შენა გადაეცი თორე ოცნები ასაშა უფრიდებას უყველასა ბალო შე თუ ეკრები არავინ და დაბა მოკლედ მარიხ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იქნება მართლაც ერთი დღე დაждეთ მოილაპარაკოთ კაცო მოილაპარაკოთ რაღაცაზე და მოილაპარაკოთ შეც რაღაცა იქნება რაღაცაზე შეთანხმდეთ ეხლა ბოლო-ბოლო ისე აკუბარდიას ერთი იდეა გაუჩნდა ის რო არ მოუყვე არ არსებობს აბა ჩინეთში გავუშვათ ელჩატო ეს აკუბარდია ღამე ეთერშია დღე ძინავს ეთყობა ჩინელებს ვერ ახედავს საქართველოს ეს კაცი ხო იცი რატო აკ მინიმუმ 20 მილიონს დავიტევთ ეთყობა ეგ რო ჩინეთში ჩავიდეს ელჩატ ეხლა ოლეგა ხოდ გაიშალნენ ეს ჩინელები მოედნენ მთელ სოფლს ხო არა ჩვენ კიდე ჩინელები გვინდა არა დაბადება ხო და მე რაც გეუბნებოდი ისე ბოლოსკენ რა მინდა გითხრა რომ იქნება როგორ მე იქნება დაждეთ მოლაპარაკებაზე ისაუბროთ რაღაცას შეთანხმდეთ ეხლა ის თუ პატარა ბიძინა ეხლა შე რო პატარა მაია ფანჯიგიძე იყო ეხლა იკასში რა უჭირს ვერ გავიგე აი რა უჭირს პატარა ბიძინა რო იყოს რა გვიჭირდა ძალიან დიდი მადლობა ობრძანებისთვის ეს ჩემებია თუ დაგიტოვო მე მოგეცით და თქვენ რა როგორც კიდე ისე აი იმას მივცემი მოგეცით რო ჩამოვა მაინც როცა ტატა მიქონია და ესეც დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო მარიხ კანდეგიშვილი დიდი მადლობა ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები შორენა ბეგაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი. ესე იგი დაჯექით გოგო ბიჭი არა უშავს ერთი ჭიქა დამავიწყდა დამედგა მაგრამ არა უშავს ერთ ჭიქას გავიყოთ თქვენ ხო ფაქტიურად ერთი ოჯახი ხართ და ერთი ჭიქიდანაც ჩაულებრივად გალებ დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანდით მადლობა რომ მოგვიწვიეთ მოიცალეთ და მოხვით იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ რეალურად რომ უყურებთ ხალხს ხვდებით წინასწარ ესაუბრებით როგორები არიან რაღაცა გილოცავთ სეზონის დაწყებას იღბიანი ბორბალი ისევ გავიდა ეთერში ახალი წამყვანით ხო და მინდა შორენას პირველივე შეკითხვა დაუსვა როგორი გზნობაა როცა ასეთ დიდებულ წამყვანთან ერთად მიყავს იმყოფები სტუდიაში აი შესანიშნავი გრძნობა მინდა გითხრა მე კი მინდოდა ჩემი ბიძაშვილის მოყვანა მაგრამ მითხრეს რომ არა ვანიკო უფრო კარგი იქნება და ნაცსაური კავშირის მე ვანიკოზე არა ჩემზე გელაპარაკები ესეთ დიდებულ ვანიკო რა შუაშია მანო შენ ხო იცი რომ ისედაც დიდებული ხარ უი ორვანო შუა ვარ ხშირად ყოფილა ჩაიმიქრე ძალიან დიდი მადლობთ რომ ესე შემაფასეთ რომ ეს დიდებული ადამიანია ვანიკოზე მინდა ერთი პატარა ისეთი ბიოგრაფიული რაღაცა თქვა რომ ეს ძალიან ბევრი რაღაცას ჩანდი ცხოვრებაში ზოგადად ჩანვარ ხო აი მაგალითად მელომანია ხო იყო ერთი ეს პროექტი იყო ნიჭიერი ბრავო ჩემი ცოლის დაქალები ხო და კიდე რა შეკითხვა მაქვს ესეთი 9 საათიანი კურიერის გარდა კიდე რისი წამყვანი გინდა რომ გახდეთ ცხოვრებაში არაფერი ჯერ 9 საათიან კურიერს წავიყვან და მე ვნახოთ შევხედავ თუ გამოვიდა
ანუ ესე იგი როგორც აი იმის არ იყოს აი პატარა ოლეგას შეხარ პატარა დუტა ესე იგი რა ეს არხზე ესე ეგრე მე პატარა დუტა შორენა მოდი ესე გავაკეთოთ შენ ძალიან ბევრი რამე შეჭახარ ერთი არის ესეთი პროექტი ქეთი და კოტე ახალ კომედია ახსე აი უფრო კომფორტულია ეს შენი ეს სამპლუა სერიალის ამპლუა როგორ ფიქრობ იცი რა იქაც ძალიან კარგი პარტნიორი მყავს და აქაც და ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ მე არ შემიძლია ой დედა პრინციპში ორივე ნერვებს მიშლის მაგრამ ვცდილობ რომ დავარეგულირებო მე არ გიშლი ნერვებს არა ეგ სხვა გადაცემა იყო ამ ეტაპზე ისე მე გიშლი ნერვებს მე მელოდება აი ცვლილებები რა შევიდა ეხლა ახალ იღვლიან ბორბალში ახალი ივანიკო ყავს კიდე გარდა მაგისა გვაქვს ცვლილებები ხო შეიძლება თქვა პირველ რიგში ცვლილება არის რომ გვაქვს ორშაბათობით იქნება 9 საათი ანუ კურიერის შემდეგ ორშაბათობით იქნება იღვლიანი ბორბალი კიდევ ცვლილებები გვაქვს ის რომ ხმოვანი იყიდება ჩვენთან რა ვქნათ აი ესეთი დრო მოვიდა ყველაფერი უნდა გაყიდო რაც კი შეგიძლია და მაქსიმალური მოგება მიიღო ეს ხუმრობით რა არა ხუმრობით არა სინამდვილეში უბრალოდ ქულები უნდა დააგროვოთ რომ დაასახელოთ ხმოვანი მანამდე თან ხმოვანით იწყება კიდე გვაქვს სტუმარი სპეციალური მოწვეული სტუმარი და ვიდეოები და რა ვიცი სიხალისე და სიხალვასე ვცდილობთ რომ გავართოთ მე როდესაც დავაკვირდი ახლა გადაცემა რო იწყება ესე იგი გაქვს მონოლოგი რომელიც გაქვს მე არის მე ვიდეოები შენი ადგილი არ დაიკავოს ისე კურიერის ქვია ვანო რა ხდება ბრატ ნიჩივა ნიჩნავა მე ვიდა შენი დრო თუ რა ხდება ერთ გამაგები მოვედი ანუ მოვდივარ კარგი მე ამ ხუმრობებს ვინ გიწერს ხუმრობებს მიწერს თათუკა გიწერს ხუმრობებს დახმარება არ კიდე ჩემგან რა ვიცი მე მგონი თათუკას არ ჭირდება არავის დახმარება შენ გიწერენ ხოლმე ნუ ნერვი არ გინდა ჩემი დახმარება კი გვინდა ისე შენ დახმარება მე მინდა ზუსტად ხო იმიტომ რომ ყველა ვანოს ჭირდება ჩემი დახმარება ჩემო ძმაო ესე ცხოვრება მოვიდა ვანები მოდიან მიდიან მაგრამ ერთი ვანო ჩემი კაი ეს რადგანაც ესე გავს ეს გადაცემები ერთმანეთს ხომ არ ჯობია რომ გავერთიანოთ თან შორენა იღვლიანი ბორბალი და ვანოშო გავერთეთ ერთი გავაკეთოთ კარგია წამყვანი ისე მე ვიქნები ამ სტუდიაში გავაკეთოთ უბრალოდ შორენას დავიმატებ რა მეტი კი ბატონო მე რა ვქნა მესად მივდივარ შენ დაგირეკავ დადებით პასუხი შემთხვევაში შენ დაგირეკავს ხა თან თამუნას შესვლა მინდა იმიტომ რომ ძალიან სუაგვიანებს ფოტოშორის ძალიან კარგად ვუკრავ აჰა გამოგიშთა სამსახური უცხოეთში არაფერი პირადად არაფერი მართალია ეს ჩვენი გადაცემები ერთმანეთს ძალიან გავს მაგრამ მე სტუმრებს უფრო ძვირფასი საჩუქრებით უშვებ ხოლმე აქედან აბა რითი არა მართლა ძვირფასი საჩუქრები ხა თქვენ რა გაქვთ ახლა ძალიან ძვირფასი საჩუქარი გაქვთ მანქანა გაქვთ მე მაგაზე ძვირფასი საჩუქარი მაქვს აბა რა ну ჩემი საჩუქარი უფრო ისეთია რა გრანდიოზული ეს არის დემოკრატიის შუქურასთან გატარებული ის საყვარელი 20 წუთი ის სამყარი 20 წუთი ნამდვილად აშკარად დიდი საჩუქრები გაქვთ კარაკი კიდე გაქვთ საჩუქრებში კარაკი გვაქვს კარაკი გაქვთ აი ერთი რჩევა მინდა მოგცეთ არ გინდათ ამდენი კარაკის დარიგება ეს საჩუქრად იმიტომ რომ მანქანის მოგებას მუღამი ეკარგება მე გაიგე ფასურდება ხო რა ხდებიდან ფასურდება ხო და რატო კარაკის გარდა ბევრი კარგი პრიზია არა გასაგებია მაგრამ კარაკი მაინც ისეთი ძირია ფესვია ხო იქ ბევრი დიასახლისი მოდის და სჭირდებათ კარაკი ვითამაშოთ იღვლიანი ბორბალი ვითამაშოთ აბა შეკითხვა წამოვიდა პირველ შეკითხვა რა ის არ მაქვს დაფა არ მაქვს განმარტება დავიწყოთ წარმოვიდგენ დავატრიალოთ დაატრიალ ჯერ ატრიალებ და მე ვაკეთებ ხო განმარტება ხო ტრიალის დროს ვაკეთებ მე გიტყვი რამდენი ქულა მოგივით კარგი დაატრიალეთ მე თუ შორენამ დაატრიალებს პირველი ერთი სრული სულა რო გააკეთოს ისე დაატრიალ ძლიერად არ დამიტრიალებს წყლები დავატრიალებ აჰა დავატრიალებ არის ეს ძლიერად დეგ 50 ქულა როგორც ყოველთვის ამოდის ხოლმე მეტი არ გაიმეტე 50 ქულის პერსპექტივა თუ გამოვისმოთ იმ შემთხვევაში მაქვს ეს ქულა 50 ქულა და გვერდის ბანკროტი დაფაზე დაშიფრულია ვითომ დაფაზე დაშიფრულია დუტას საყვარელი პოემა
რომელიც დაწერა აკაკი წერეთელმა 800. თანხმოვანი თქვა თუ ხმოვანი? ხმოვანი. შემიძლია შენ გადაცემაში? კი. დაატრიალეთ ის ბორბალი. არ არის. აჰა, კაი, არ არის. აი შორიდა თქვი 50 ქულა. არის ესეთი 100, გახსედი. რა ქვია? ვიღაცა. მეორე. არა. მეოთხე. აი ზეპირად რომ აკეთებ მაგას მოდი პირდაპირ გადავიდეთ თუ გიდა პასუხს გეტყვით არა. მიდი რაღაც გვაწვალე. ესე იგი ესეთი თაფას დაშიფრული დუტას საყვარელი პოემა რომელიც დაწერა აკაკი წერეთელმა 800. ეს გახლავთ რუსთავი 2. რატომ? დუტას გამზრდელი ხო რუსთავი 2? გამზრდელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დუტას გამზრდელი ხო თვითონ რუსთავი 2. რუსთავი 2. მაშასე წამოვიდა უკვე საჩუქრები, რაც საჩუქრები დააწესა. სად არის ჩვენი კარაქი? კარაქი არ არის. სააფთიაქო ქსელი ალერსისგან სპეციალურად ვანიკოსთვის მინდა გადმოგცეთ ულტრა თანამედროვე აბი. ამაბის მიღების შემთხვევაში სახეზე სიცისლე საერთოდ ქრება. ვანიკო ჩაწირამდე რამდენიმე წუთით ადრე დალიე და მოთამაშეს საჩუქრად კარაქს რომ გადასცემ ჩვეულებრივად ეს სიცისლე საერთოდ არ გეტყობა სახეზე. დიდი მადლობა. ზუსტად ეგ იჭირდებოდა. შემდეგი პრიზები არ თავდება ჩვენთან. სილამაზის სალონმა ლაურა პლიუსმა შორენასთვის დააწესა პრიზი უფასო ერთთვიანი აბონემენტი სახლში, როცა ჩვეულებრივად მიიღებთ აბაზანას, შეგიძლიათ გავარდეთ ამ სალონში და გაიშვათ ფენით თმები. იმიტომ რომ ლაურა პლიუსში წყალი არ მიდის. თუ ჩქარა გაიქცევი შეიძლება ფენით არ დაჭირდეს, ისე გაგიშვა. შემდეგი. ეს ყველაფერი როდია ძვირფასო მეგობრებო, კაფელის სახლმა თბილი აბანომ დააწესა სპეციალურად ერთი ცალი კაფელი. დევიზით დაიწყე რემონტი და მე რაღაცა გამოჩნდება. არაჩვეულებრივი პრიზებია. კიდევ რაღაც. შემდეგი. რესტორანი შენ დაუკარ. გასაჩუქრებთ 20%-იანი ფაზაკლების ბარათით ხახვიან კერძებზე. მოშუშული ხახვიან? არა, ხახვიან კერძებზე. ანუ თუ შეუკვეთავთ მაგალითად ქაბაბს, ხახვის ფულს არ იხდით. მადლობა. და ბოლოს. რესტორანს რასაკეთებ? აი რესტორნის ბარათი მაქვს. და ბოლოს ვანო შოუს სცენარისტებისგან სპეციალური პრიზი ვანიკო თარხნიშვილს. 10 ყველაზე დაწუნებული ხუმრობა საჩუქრა. წარმატებული, გედაცვალე. მეტი რა გავაკეთო? მეტი რა უნდა გააკეთო? არაფერი. აი ესე მიდგანა მხარში ჩემი კოლეგები. დიდი მადლობა. სიცოცხლის დალიეთ, დალიე ჩააყოლე. მოკლედ, დიდი მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ვანიკო თარხიშვილი და შორენა ბეგაშვილი. უღრმესი მადლობა რომ მომგან. ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე ამით გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით იქით პარასკევს, რა ვიცი, ან DST-ის დროის, ან ისევ ევროკავშირის დროით, რა ვიცი, რომელიღაცა დროით შევხვდებით.